ფიქრობთ, ეს არის დავა კერძო პირებს შორის საკუთრების გამო თუ ხელისუფლების მცდელობა არ ხიმოაქციოს საკუთარი კონტროლის ქვეშ? ეს ხელისუფლება შურება ყველაფერს. ხო, იმიტომ რომ საწყალ ადამიანისა ვერ გავიგოთ, ვინ როდის გაძარცვეს, ვინ როდის მოკლეს, ვის რა უჭირს, ხალხი მშიერია, ეს რო გაიგოს ქვეყანამ, ეს არ უნდა თავად და ამიტომ გვისმობენ იმ რუსთავი ორს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ძალიან ცუდად მოქმედებენ, რომ ასე სიტყვის თავისუფლებას ახშობენ. რუსთავი 2 არის ესეთი ტელევიზია, რომელიც ნამდვილად სინამდვილეს გვამცნობს და ამიტომ უნდა იყოს. ხელისუფლებას მოაქციოს არხის საკუთარი კონტროლის ქვეშ. ეგ მიზანი ეგ არის. სასამართლოს არ ექვემდებარება ეგ არჩევა როგორცაც ერთ კაცს ექვემდებარება ივანიშვილს. არის პოლიტიკურია. თავრობამ რაც ჩაიფიქრა იმას აკეთებს. ხელისუფლების მცდელობა უეჭველი. ხელისუფლების მცდელობა. ხო უკვე ნათელია რომ აქ ორ პიროვნებას შორის არ არის დავა. ეს ხო ყველამ ვიცით არა. ალბათ ხელისუფლების გამო. ხელისუფლების მცდელობას რომ ახლა მოაქციოს საკუთარ ზეგავლენის ქვეშ, რა თქმა უნდა. მარტო მე კი არა მთელი საქართველოს ესე ფიქრობს. ეს არის ხალხის, სახალხო და მე მგონი რომ დარჩება კიდევაც ასე. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მცდელობა. საქართველოს ცხოვრება წარმოუდგენელია, მეთქი რუსთავი 2-ის გარეშე და მართლაც ესეა, არა მგონია სხვა ხები ისე ეშუქებდნენ როგორც რუსთავი 2. ეგ არის პოლიტიკა მთავრობისა, სხვა არაფერი. ივანიშვილმა ყველა არხი როგორც პირველ არხს უყო და მაესტროს უყო, იგივე უნდა რუსთავი 2-ს გაუკეთოს. მაგრამ ვერ მოესწრება. ყველაფერი გაგლეჯვაზია ივანიშვილი. უნდა წაიღოს. ახლა ხეები ეკნდა, ხეებიც კი წაიღო და დაირგა. ყველაფერი არის ხელისუფლება. სხვა არაფერი. ამართლიანია რუსთავი 2 და იმიტომ არის უბრალოდ რომ ივანიშვილი იბრძვის იმისათვის რომ თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს. ვინც დააფუძნა ითხოვს თავის წილს. ხო და აქ ხელისუფლება არაფერს შუაში არ იყოს. ყველაფერი საერთოდ პოლიტიკური мотиваციით ხდება და მაგის გარეშე არაფერი არ ხდება ქვეყანაში. რუსთავი 2 რო არ უნდა დაიკეტოს, ეგ ვიცი და უნდა დარჩეს ვინც არის ახლა უფროსი. უფრო თითქოს შეიძლება იყოს ხელისუფლების გამო. ალბათ ხელისუფლების მხრიდან, ესე მგონია. ხელისუფლების ზეწოლა მგონია აქ. ხელისუფლების მცდელობა აშვილო რო წაართონ და გადაიყვანონ თავიანთ იმაზე ეს არხიც. ხელისუფლების ზეწოლით არის ეს ყველაფერი მომხდარი, მე ასე ვფიქრობ. ვერ წარმომიდგენია საერთოდ რუსთავი 2-ის გარეშე. ჩემი აზრით კერძო პირებს შორის არის დავა. ხელისუფლების მცდელობა. რომ არხი მოაქციოს საკუთარი ის გამო. ხალხისთვის ბევრ სიკეთეს აკეთებს რუსთავი 2. თუნდაც ის რომ ყველა სიმართლე ირკვევა მაგ არხის საშუალებით და დანარჩენი არხები მე მგონი მთავრობის მხარესაა. მე მგონი ერთიც და მეორეც. ორივე მხრიდან არის დაინტერესება.